ბერლინის ცენტრში, უნთადენ ლინდენის მახლობლად, ერთი მოედანია, ბებელპლაცი. დღეს აქ ტურისტული და ამავე დროს სტუდენტური ზონაა. ქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ 1933 წლის 10 მაისის ღამეს აქ სრულიად სხვა სცენა გათამაშდა. 10,000-ობით წიგნი ცეცხლში გადაყარეს. ეს არ ყოფილა ბრბოს სპონტანური მოქმედება. ეს იყო სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული აქცია. წიგნებს წვავდნენ სტუდენტები, ნაცისტური ორგანიზაციების წევრები და რეჟიმის მხარდამჭერები. ცეცხლში აღმოჩნდა ებრაელი, ლიბერალი, სოციალისტი და რეჟიმისთვის მიუღებელი ავტორების ნაშრომები. იმ საღამოს შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა. მისთვის ეს მხოლოდ წიგნების დაწვა არ იყო. ეს იყო სიმბოლური შეტევა თავისუფალ აზრზე, იდეებზე, კრიტიკულ აზროვნებაზე. იმ ყველაფერზე, რაც ტოტალიტარულ რეჟიმს საფრთხედ მიაჩნდა და ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდებოდა. ბებელპლაცს ერთ მხარეს ჰუმბოლტის უნივერსიტეტი ესაზღვრება. უნივერსიტეტი, რომლის სახელიც დღეს მეცნიერებას, კვლევასა და თავისუფალ აზროვნებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ არის ეს ადგილი ასეთი სიმბოლური. წიგნებს წვავდნენ არა სადღაც ქალაქის გარეუბანში, არამედ უნივერსიტეტის წინ. იქ, სადაც იდეები უნდა იბადებოდეს, სადაც კითხვები უნდა ისმებოდეს, სადაც განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. ალბათ ამიტომ იქცა ბებელპლაცი მოგვიანებით ინტელექტუალური თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ. დღეს იმ ღამისგან აქ თითქმის არაფერი დარჩენილა. არც ცეცხლი, არც ბრბო, არც ლოზუნგები, მაგრამ დარჩა მეხსიერება. 1995 წელს მოედანზე გაიხსნა მემორიალი. ცარიელი ბიბლიოთეკა, რომლის ავტორია ისრაელელი მხატვარი მიხა ულმანი. თუ ყურადღებით არ დააკვირდები, შეიძლება ვერ შეამჩნიო. მინის ქვეშ, მიწის სიღრმეში, თეთრი, ცარიელი წიგნის თაროებია. ბიბლიოთეკა წიგნების გარეშე. სივრცე, რომელიც სიცარიელით გვესაუბრება. ის არ გვაჩვენებს იმას, რაც დაიწვა, ის გვაჩვენებს იმას, რაც დაიკარგა. ბებელპლაცი არის მეხსიერების ადგილი, რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება შეიძლება ძალიან ნელა გაქრეს. ჯერ იკრძალება იდეა, შემდეგ წიგნი, შემდეგ განსხვავებული აზრი და ბოლოს თავად ადამიანი. ამიტომ არის ეს მოედანი დღესაც მნიშვნელოვანი. ის გვასწავლის, რომ დემოკრატია მხოლოდ არჩევნები არ არის, თავისუფლება მხოლოდ სიტყვა არ არის და წიგნები მხოლოდ ქაღალდი არ არის. ისინი საზოგადოების მეხსიერება, მისი ცოდნა, მისი სინდისი. როდესაც ამ მოედანზე დგახარ, შეუძლებელი არ გაიხსენო გერმანელი პოეტის, ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვები. სადაც წიგნებს წვავენ, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ.